ასე ვთქვათ, მინის ხდომები, სადაც ძირითადად ვიკრიბებოდით მაშინდელი უმრავლესობის რამოდენიმე წევრი და გვეძლეოდა მესიჯები, რომლებითაც, ასე ვთქვათ, არა მარტო ოპონენტებზე, არამედ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზეც, ჩვენს თანაგუნდელებზეც უნდა გაგვევრცელებინა ესა თუ ის ნეგატიური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ძირითადად იყო უფრო პირად ცხოვრებაზე აგებული დეტალებისაგან, რომელიც არც თუ სასიამოვნო იყო და პირიქით ბინძურად მოსასმენი. და ეს დავალება ძირითადად იყო იმისათვის, რომ თუ ჩვენ მოხვდებოდით, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ, ევროპა იქნებოდა თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა, ხელისუფლებისათვის არასასურველი პიროვნების წინააღმდეგ ესა თუ ის, ასე ვთქვათ, აწყობილი ინფორმაცია ბრჭყალებში უნდა გაგვევრცელებინა. ძირითადი მესიჯები, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოდიოდა გიგასაგან და ამ ყველაფერს პერსონალურად იძლეოდა რაღაცა ნაწილში და ეს ნაწილი უკვე შემდგომ აფართოებდა ამ წრეს.